3 450-ად აბა რა ბიჭო 450 ჩემი გუნდის ნახევარი იქნება მესი არის ცუდი თითქმის ყველა პოზიციაზე პირველ ფეხბურთს ვამბობ მეორეც არის ძალიან კაი რა და მოიტან თუ არა მაგ მეორეს ხო ეგა შევარ მოიტან არის რომ უნდა მეორე შეჭიდაო იმ მეორეზე და მესამე შეიძლება ძალიან ცუდი იყოს და 65 და კი მართალია გამოვა არ გამოვხდი არ გამოვიდი რას ნიშნავს აღარ მაქვს არაფერია ჰოლანდი წავიდა ნუ 180 კაი მოვიდეს რა თორე სად მე მესამე მისტერი ბოქსი არ მეთხო რამდენი კაი მისტერი ბოქსი გაფუჭა და აგვირდი ისე ტრენი შენ აბა რა ხეფრენი ბრავო შეიძლება ერთხელ რისკი გაკეთებული აქვს თუმცა ამ შემთხვევაში არ არის აგუებო აიწყო სეტი ფუნქციონი და დღეს ვიკრიბებით რომ პატევი მივაგოთ პეპ გვარდიოლას და მისი საუკეთესო მისი პატევი მივაგოთ სიცოცხლეში რომ დავაფასოთ ხო შეიძლება სიცოცხლეში დავაფასოთ ხალხი და არ დაველოდოთ კარიერის დასრულებას თუ გარდაცვალებას და ვარჩევ დღეს პეპ გვარდიოლას შეგირდებიდან საუკეთესოებს და არასაუკეთესოებსაც რა თქმა უნდა ყველაფერი იქნება მოცემული თავარია თქვენ შეკრათ საუკეთესო გუნდები მილიარდი დოლარი გაქვთ ფეხბურთელის გატარება არ შეგიძლიათ ვაჭრობთ და იღებთ სიამოვნებას თუ ფული არ გეყოფათ მაშინ ვიღაც ძალიან ცუდ პეპის ფეხბურთელს მე თვითონ ჩაგისვამ აჰა ოკეი გიყვარს ფული ხო გადახედეთ თქვენ პეპის გუნდს არა 4-3 რა თქმა უნდა 4-3 რითაც პეპმა თავი გაგვაცნო მართალია მე სიტიში ფაქტობრივად არ უთამაშე 4-3 მაგრამ ის ბარსელონა 4-3 იყო და ამიტომ მოდი როგორ უთამაშე 4-3 ასლაპარაკო სიტიში ეს რაღაც 5 მცველია თუ რა არის ნახევარმცველი ეხლა ბოლოს თორე მანამდე ბოლო 1-6-7 წელია მაგას თამაშობ არა კაცო წინა ლიგის ფინალი მაგით ითამაშეს ეს ლიგის ფინალი მაგით ითამაშეს ხო მაგრამ ნუ 4-3 ბევრი ჯერ შეათამაშო და ბაიერნში ითამაშო 4-3 4-3 მოკლედ დავიწყოთ ამ თამაში ისე სურპრიზები მირჩევნია დავიწყოთ რა უნდა ნახოთ ახლა მირჩევნია ვიღაცა ისეთი სულეულობა ლუკა მილორავა ნიკა დაბადაძე და ტატო ბაციკაძე შეეცდებიან თქვენი გულები მოიგოთ კეთილო მაყურებელს წარმატებები მოიგონ აბა რა მოიგოთ არა მოიგონ ტატოს ქართულს არ ენდოთ დავიწყოთ მარცხენა მცველით აბა ერიკ აბიდალს გთავაზობთ პირველი 30 მილიონი ვის ერგება არავის არ გინდათ რატოღაც რომ ერიკ აბიდალი ეგრევე ურამეს ხვით დავიწყებ არა ანუ მე მგონია სხვა უნდა შემოვაგდო იმიტომ რომ ერიკ აბიდალზე ექტაციაობა არ აქვს 30 მილიონი არ მასკაფონზე ვიყავს რომ ბევრად უკეთეს ხუან ბერნატი 30 მილიონი აბიდალი ტატოსთან წავიდა 30 მილიონი ერთი მე გადავიხო 35 35 მე 40 გადავიხო აი თუ რომ დომებია რა რა აბიდალი შეგახსენებთ ფეხბურთელი რომელიც პირველი მომყავს იგივე ფასი შეიძლება მეორეც იყოს მასზე ძვირიანი ვერ იქნება მეორე ფეხბურთელი ან შეიძლება 30-იანი ყავდეს კიდევ მეორე კი რა თქმა უნდა ბარსაში 35 40 ხო 40 ერთი 45-ს გადავიხდა ვარჩი 50 ერიკ აბიდალი გიძელზე ამდენ აღარ1 ვიბრძოლებ 2 და 3 ერიკ აბიდალი 50 მილიონად და რატო არ ჩაით არ მინდა აბიდალი იყო ბარსაში აი ერთ-ერთი სეზონი ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგეს 2011 იყო ხო? აჰა. სასწაული ფეხბურთელი იყო, იმის რომ ცენტრალურ მცველი იყო მართალია, მაგრამ სასწაულად. რა იმ ფორმებში ვიღებთ? 50 გადაიხადე ხო? ხო, ძალიან მაგარი იყო. თან უკეთესი არ მახსენდება რა. უკეთესი რომ 2 წელი ისეთ პრაიმი ჰქონდა რომ აი მტრისას. იოშკო გვარდიოლი მარცხნივ ყავს და მოყოლელი. არა, პირდაპირ გეუბნები. მესი, მეგობრებო, მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე, საწყის ფასი რაც გაგიხარდებათ და 150. 200? 250. 300? 350. 350? 400 ჩემი ბოლო ფასი. 410. ეგ ვიღარ ხო? 400. არ გინდა მესი? კი. მე მინდა 415. აი ასე ჩემო 420. 450. ნახევარ სიხდით მესიში? შენ არ იხდეს ნახევარ. 400 რატომ მალე ერთი? მაჩ ძალიან საფათი თვლი შენ. კარგი, მოგცემთ. უყონთ, იცი რაზე მინდა რაზე იფიქროთ ხოლმე? რომ მესი შემდეგ ვიღაც ვინგერი ხო მოდის? ხო. მასა და მესის შორის, არ ვიცი ვინ. დიდი სხვაობა არ არის ხო? დიდი რა 450 მილიონი და მაგალითად 80? მაგალითად სისტემატურად ეგეთი სხვაობაა რა. არ ვიცი. თქვენ წვეთ მაგ ყველაფერს. ძალიან ბევრია. მაგხელა სხვაობა თუ არის, თქვენ წვეთ. კაი რა ბევრია. ერთი? ხო იცი ამოგიო მისტერი. 2 3 450-ად
აბა რა ბიჭო 450 ჩემი გუნდის ნახევარი იქნება მესი მარჯვენა ვინგერად ვაყენებ შენ მაგას მარჯვენა ვინგერად გასაგები ლატერალად ნახე როგორ არის მესი და ჩემი პირველი შენაძენი არის მესი შეიძლება ბოლოს აი შენ და ვინახავ მცველი ვნახოთ ფული აღარ მაქვს ფული ხათული ორი ყავს ხო? კი ორი ჩამშრალი ცალკე მყავს გამოყოფილი აი ეგეც ჩამშრალი და მე ჩავი აღარ გიკამოთ ხავი აუ 70-ია საწყისფერი 70 75 100 105 100 100 115 120 150 160 მოხა მესიც გინდოდეს ჩავიც გინდოდეს რთული 170 175 200 ოკეი იაფია 205 არ გაატანო იაფია ცა 1 2 3 205-ად წავიდა ჩავი ჩემი ორი საყვარელი ფეხბურთელი წამართვეს მე აქ ფიზიკურად ვერ შემოვიდოდი აქ ვერ შემოვიდოდი იმიტომ რომ 205 მილიონი შენ აწი ცოტა სხვა მე სხვა სტრატეგია უნდა ავარჩიო გასაგებია მე ხა ჩამოვდივარ მართლა ბერნარზე და იმაზე ვიცი აი მესი უნდა მეყიდა რა უნდა შევსულიყავი მესი ბაჩტუბერზე და ვიღაცა დანარჩენ პოზიციებზე ბიჭო მაგ ხალხობები არ იქნება რა ნახოთ აბა მეკარე 40 40 მილიონად მეგობრებო მანუელ ნოიერი 40 10 50 70 80 ესე მიყვები 90 თუ ეგრე მიყვები 100 ერთ რამესაც შეგახსენებთ გითამაშიათ არაერთხელ და იცით რომ აუცილებელი არ არის თქვენ გონებაში რომელი ფეხბურთელები გიგენიათ რომ იქნება რომ ყველა აქ მეყოლება 115 115 იმიტომ რომ მაშინ რაღაც პოზიციები უბრალოდ ისეთი დახუნძრული გამოდის ვარსკვლავებით რომ არ გამოდის 100 რამდენზე ვართ 115 1 2 3 115-ად ნოიერი წავიდა მას მეორე საუკეთესო მეგარი შეიძლება ყავს ყოველდღიური საუკეთესო ნახევარმცველი და ყოველდღიური საუკეთესო ისინი მეკარე მეორე საუკეთესო ამის თქმა უნდა რომ ჯამოჯი ბუფონი ურჩევნია მე მარჯვენა მცველზე წავიდეთ თუმცა არ მის და დანი ალვესზე მითხარით 40 მილიონი გინდა თუ არა გიღირ თუ არა 40 მილიონი თუ უღირ სტატუს შენ 1000-ად 70 70-ად მაინც მანდავალთ 80-ად მიორ 85 85 დანი ალვესში მესის დანიალოში უხდება ფლანგზე 90 100 მილიონი დანი ალვესში მეგობრებო 100 მილიონი 1 105 მილიონი 10 შედი მართლა უხდება 115 115 120 120 1 2 3 120-ად დანი ალვესში წავიდა ტატოსთან პენიერ ფასი არის დანიელაშვილის 120 იაფია მაგას ვამბობ მე ძალიან ანუ ფლანგები შეკარი დანიელაში აბიდალი ნახოთ ცენტრალურ დაცვაში რა და ძალიან საკმაოდ იაფად შეკრა კი პირველი არჩევანი გამში 170 მილიონი პიკე არის პირველი არჩევანი 50 მილიონად 50 მილიონად პიკე მიყავს ტაფსონას არა 50 არ მიყავს ხონას 50 ძალიან ცოტა 70 50 შეიძლება უბრალოდ ტაფსონას 70-ად აღარ უღირდეს და მეც ეგრე მგონია და მე წავიყვან შაკირას X 1 2 60 2 3 პიკე წავიდა 70-ად ლუკასთან ძალიან იაფია ფეხბურთელი აღარ გინდა მესითა პირა პროგრამა ხოდა ვიღერ ნარჩენები ლიო მესი არჩენები აიღო გადაგეხადა ცოტა მეტი ისიც ჩამშრალი ნახოთ რა საპირებთ ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ ბუსკეტსი დავიწყებდა 50 მილიონით 100 მილიონი ბუსკეტს 105 ბუსკეტსი ხო 100-მდე უეჭველია ვარ აი 100 უეჭველი 115 115 ბიჭო რა არის ცუდი თითქმის ყველა პოზიციაზე ხა პირველ ფეხბურთს რო ამბობ მეორეც არის ძალიან კაი რა და მოიტან თუ არა მაგ მეორეს ხო ეგა შევარ მოიტან არის რომ უნდა მე მეორეს ეჭიდაო იმ მეორეზე და მესამე შეიძლება ძალიან ცუდი იყოს ამიტომ პირველზე ჯობია ტრაგ როდრია ხა კიდე საკმაოდ გამართული ლოგიკა არის რომელიც შიც გეთანხმება არა კიდე ხავი მარტინესი იყო გვარდიოლას დროს 120 რამდენი იყო რა ვიცი 125 ალონსო აუ ალონსო DM-ზე ხო ყავს რა თქმა უნდა თუ მეყოლება ჩამშრალად მეყოლება ალონსო ფასი რა არის 120-ია 125 135 135-ია 150 150 ბუსკეტსი
150 1 1-5-5 155 1-5-5 მიყვარს ხო იმის რომ შენს გიყვარს 160 160 მილიონი ბუსკეტსი ბიჭო ნახე დანიალოში აბიდალი ბუსკეტი 175 და კი მართალი ხარ გამოვა არ გამოვხვიდე არ გამოვიდი რას ნიშნავს აღარ მაქვს არაფერი არ და კაი მე რა 170 150 15 გამორჩა გამოვდივარ გპირდები თუ მე ვჩერდები მე ვჩერდები მე ვამუხრუჭე 2 3 175 და წაიყვანა ბუსკეტსი ტაფსონამ საინტერესო ოდენობის ფული დარჩა 375 ამ მომენტში ლუკას აქვს აიყვანა? 175 ლუკას აქვს 610 375 აქვს ტაფსონას და 830 დატოს ძალიან დიდარი ვარ ძალიან ბევრი ფული ეხა უკვე პეპე მაროტა სტრატეგია შემო თქვენის ნებართვით გამოვიყვან პირველ ფორვარდს გამოვიყვან არა პირველ მარცხენა ვინგერს გამოვიყვან და ეს არის ფრენკ რიბერი საწყისი ფასი 60 მილიონი წაიყვან თუ არავის უნდა დატო შენთან მოდის რიბერი 60 მილიონით მეტად ბოლოს ტაფსონა მიყიდა ოშტენია 65 ნუ მაინც სადღაც 70 75 პრაიმზე ვლაპარაკობთ ხო ჩვენ რაიმია ყველა ფეხბურთელის კაი რიბერზე უკეთესი ვარიანტი არა 75 როგორ არის ხო რაღაცა 80 წაიყვან 1 2 და 3 80 და რიბერი ხო ეხლა ამდენსაც არ ზორი სტრატეგია მაგრამ ნუ თან ბიჭო ძალიან იაფად მიყავს ხალხი ხო მაგრამ დარჩება სამივე ეხა სინამდვილეში აი ოხრად დარჩება საკმაოდ იაფად ლევანდოვსკი მეგობრებო 70 მილიონად მომიტევეთ მოაწკაპუნებთ 70 ლევანდოვსკი 70 1 75 75 რა მალე ითვლი რა 80 არა იმდენად მე მეგონა უფრო სწრაფად წავიდოდა ლევანდოვსკი მეგონა გონია ამას იმსახურებდა მაგრამ რადგან არა 90 30 15 15 100 მილიონი ლევანდოვსკი ფირს ლევანდოვსკი 100 მილიონი 100 1 ცოტა 105 105 ლევანდოვსკი 110 110 ლევანდოვსკი 120 ლევანდოვსკი 1 125 130 ლევანდოვსკი 1 135 140 160 160 1 165 რა 165 165 170 170 175 175 და 200 მილიონი რჩება 8 კაცზე არ ვიცი რა საპიროს რამდენი არის რაღაც გეგმა აქვს მე არ ვიცი 175 1 არა 180 კიდია ის ამაზე ხوار თამაში 1 185 185 1 2 3 ლევანდოვსკი წავიდა ტაფსონასთან ეს 5-a-side თამაშობს მინი ფეხბურთი უნდა თამაშო ალბათ 190 მილიონი დარჩა 185 გადაიხადა 190 ნამდვილად მაგდენი დარჩა 190 მილიონი 8 კაცი როგორ უნდა იყიდო შემხდება ვიღაცები უბრალოდ შეიძლება არ შეგვხვდეს ვიღაცები და მე ავარჩევთ ძალიან ცუდ ფეხბურთს რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ ფას ხო არ დაუწევს ხო რაც მიწერია იმას დავტოვებ კი ბატონო ოღონ ერთად დავარჩიოთ ეგ ძალიან ცუდი ფეხბურთია ხო შენ რო ცუდფეხბურთოს ჯილარდინოს ეძახი რაღაც უარესი შეიძლება კარგი ჯილარდინოზე უარესი ცუდი ფეხბურთი არა ეგ იყო ჩემი პერსონალური გვახსოვს ყველა არა ვინ არ მაყურებელი ვიყურებს მაგას არ ფიქრობს ო ჯილარდინი ყავს გუნდში ესე ბუასეს პრეზიზღება მეორე ჩამშრელი მეგობრებო ბუსკეტსი გასულია და როდრი შემოგთავაზებთ 40 მილიონად 40 60 70 70 80 100 ალბათ მაინც მაგამ რა თქმა უნდა 110 120 125 135 140 150 155 დაფშ შენ სვარგინ მე კი ბუსკეტსთან დავაყენებ აი აქ თუ შეიძლება თან ჩემი 160 165 ბუსკეტსი გაიყიდა 75-ად და ვართ ახლა 165-ზე, ხო? კი ბატონო. 75-ად გაიყიდა ბუსკეტსი 175. რატო გაიყიდა 175-ად გაიყიდა 175. აა, ტრანდეზე ვართ? 170-ზე ვართ, ახლა ტატოს ბოლო ბიდით. აი, მაშინ იგივე რაც ბუსკეტს. ოპა, გაუტოლეთ ბუსკეტსი. 75 ბუსკეტი. ოქროს ბურთი აქვს მოგებული ბუსკეტსგან განსხვავებით. 1 კი ბატონო. 2 3. ჩვენი. ილოცო მილორ დიდებული შენძენი. როდრი 175. ტატო შენ დაგჭა შესაბამისად 15 მილიონად მაშერანო
ან მისტერი ბოქსი 5 ოჩა მილიონად. რა უნდა შენ მისტერი ბოქსია 5 მილიონად. იდი. არ რა სლაპარ, ჩემ ერთ საყვალ ფეხბურთელი არის ბიჭო. მართლა აი, ჩემი არ არის, კაი არ აი, წამიკითხე მისტერი ბოქსი, რა პროსტო მაინტერესებს. ხო. მაგრამ მას ახალ კლუბში დებიუტიდან 5 დღეში მამა გარდაეცვალა. როგორ თავიანთ თქვი? ახალ კლუბში რო გადავიდა. აა. დებიუტიდან 5 დღეში მამა გარდაეცვალა. ოკეი. ერთ კლუბში მისი პირველი გოლი დერბიში გამარჯვების მომტანი გახდა, ანუ მისი გოლით რომელიღაც დერბიში გუნდმა მოიგო. სადებიუტო გოლი იყო ეს მისი იმ გუნდში. და მესამე საერთაშორისო ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა. მასკერანო წაიყვანა შეიძლება. არა, მასკერანო მიყავს ყველა ვარიანტი, მე ვასწრებ, ჩემი საყვალ ფეხბურთელი ერთ-ერთი მართლა. აი, აირჩიე მასკერანო და მე ერთად ვიმშე. იმიხი შეიძლება იყოს ესა? არა, მასკერანო ვარჩევ. და რომელ დერბიში გაიტანა? დერ კლასიკერში თუ? არა. არ არის. იმხეც 860 ვერ გაუტანდა. შტუტგარტში მაგას არ უთამაშია. ეს კიმიხი რა გვარდიოლას ყავდა? კი კაცი. კი. ის რო არიგებს ეს. ხო, ცნობილი ბეზრება, მაგრამ მაშინ ლამი? ლამი ამ არიქს ამ პოზიციას აქ მოიტანა, მარჯვენა ცოლად არა, მოიტანა. შეიძლება ბათ, იყოს, რა ვიცი. ნუ შენ ხო ყველა ვარიანტი ამას იტოვებ ვით. არა, რა თქმა უნდა. ესე ეგ ტაქტიკურ ინოვაციებს არ გააკეთე. შენ ბარსა ყავს ოღონდ რიბერიანი და ვარ. მასკერანო ძალიან მევასება. შენ რიბერიანი ბარსა ყავს. კაი, ბიჭო, დერბიში დებიუტი გადა, აი. სადებიუტო გოლში, სადებიუტო. არის გვარდიოლას ყოფილი ფეხბურთელი, ხო? რა თქმა უნდა. ეხლა საყრდენი არის მართლა ვინ ჩაბი ალონსო, ვისაც გვარდიოლას პერიოდში აქ ნათამაშები, ბარსაში ვინ იყო კიდე სამ. იაია ხო არ არის, მაგრამ იაია უი, შეიძლება. შეიძლება, ტურეა, ბიჭო და მეტალისტი იმაში გაიტანა, ხარკოვის დერბიში შეაგდო, მეტალისტი ხარკოვის მეორე გუნდი რა არის. რატომ მოიზდომა ის? ისა მეტალურგი. მეტალურგი, დონეცკის შახტარი, ხო? ტურე იქნება, უეჭველი ტურე. რატომ მოიზდომა ის მეტალისტი და სხვა დერბიში არა? სხვაგან რაშე მანჩესტერ დერბიში? არა, მეტალურგი. მოიტანდა ეს რაღაცა უკრაინულ. დონეცკის მეტალურგი შახტარის დერბიში გაიტანა. ვის ერშავ? არა, მასკერანოს ვირჩევ ყველა ვარიანტი. კი ბატონო, ჰოიბერგი იყო. აჰა. ჰოიბერგი იყო, პიერ იქნება. ჰოიბერგი იყო 5 რა მილიონად. თქმა უნდა. ამდენად წაიყვანა 15 მილიონად წაიყვანა. და ასლაბარაგო, ბიჭო, უდიდესი ესე ამ გადაცემის ისტორიაში ამაზე ამდენი გადაცემა ჩაწერილი. ისი დაგითვლია? აუქციონი ამდენი გაქვს. ამ გადაცემის ისტორიაში ამაზე ნაჩუქარი არაფერი არ არის. ლამი წავიყვანა. არავის არ არ წინას. ჰა? ლამი წავიყვანა. მალდინი არის გასული. მალდინი მაგ 10 მილიონი წავიყვანა. მისტერი ბოქსში იყო ოღონდ. ხო, ნუ მისტერი ბოქსში იქნება. ეს არ იყო მისტერი ბოქსში პირდაპირ იყო. მე რატო აჩუქე თუ არ იყო მისტერი ანუ 15 რა. ნახე ბუსკეტსი და როდრი 175 და მასკერანო 15. ეხლა ლოგიკას აგეხსნით ამის უკან რა იყო. მასკერანო აქ რო იყო 15 მილიონად იყო, იმიტომ რომ მისტერი ბოქსში შეიძლება ყოფილიყო. იაია ტურე. აბი ალონსო, იაია ტურე, ისა ბაიერნის გვარდამავიწყდა. იმიხი? ხო, კიმიხი და ხო ხტები არჩევანი დიდი ხო. რა, მასკერანო თუ სამივე ჯობია მასკერანო. აი, აი, ვინ ჩამოვთვალე? სამივე ჯობია. მაგრამ გოლწრფელად მე უფულო ვარ, მასკერანოში გადახდილ 15-ს, ბუსკეტსი გადახდილია 75. ეს ეგრე ვარ სხვა შორის. რა სლობა. მე მირჩევნია. ბუსკეტსი და გითხარით ფასებს შეხედე. მე ბუსკეტსი და როდრი 175 და მასკერანო 15, ანუ აშკარად მასკერანო არის. გასაგები. აშკარად არ მასკერანო. მინდოდა მასკერანო და 10 ჯერ გასაგები, მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯვეთ. 20 ჯერ ზვირი. 10 ჯერ ზვირი 5 ჯერ უკეთეს ფეხბურთი. ჩემი გუნდი სხვანაირ ფეხბურთს ითამაშებს. ამათ რეჯისტრა და ყავს ორივეს ერთნაირით ამ ბუსკეტსი როდრი და მე მყავს ჩამშლელი საყდარი ნახევარმცველი ძალიან ჭამი. თანმცველი. იმენა ხო ბულდოგი, თანმცველი. რომელიც იქ ვიღაცებს. მოდი ვნახოთ ინიესტაზე რა სიტყვით. ისევ 70 მილიონი რა თქმა უნდა, რაც ფასიც ჩავისი იყო. მე ვიხდი რა თქმა უნდა. ეთქვის 120 პეპული რამდენი ეხლა ნახე რა ხდება. გამახსენო? ნახე რა ხდება. 190. ნახე ხარ ხდება იმას ბუსკეტსი იყავ. შენ ჩავიყავს. როდრი ჩავა. შენ ჩავიყავს. არა, იმ ტრიოდან შენ ჩავიყავს, შენ ბუსკეტსი და ინიესტა მე უნდა შევხვდეს. ნუ ლოგიკურად თანმცველი შენ გინდა. არ მაქვს მაგის ფული. რამდენი 120 130. 140 170. 180 190. 195 200. აუ ინიესტასის მაინც. 210 ანუ უკვე გაძვირდა ჩავიზე ზვირი ღერს. 210. 1 მე მგონია რომ არის ორი. არინა ინიესტა წაიყვანა 3. 210-ად ინიესტა წავიდა ლუკასთან და ლუკას ძალიან ცოტა ფული დარჩა. 210. ამ მომენტში მე ფული ინიესტაზე მეტად ჩავიმევასება. 225. არა, მე ის ნახევარად რომ მინდოდა უბრალოდ. 725. მეგობრებო, რა გითხრათ? ბაზარზე ჯეფ ბეზოსი ვიღაცა ხაკაძე ვისოლიდან და არ ვიცი მე ვინმე სასაცილო ბიზნესმენი არ ვიცი. თუ იმედი სასაცილო ბიზნესმენი თუ აი ლეონ ჯიბროშვილი. ჩასვი რა გეუბნები. ინგავს ის. მე მეგობრებო, მეორე მარცხენა მცველი ავირჩიოთ, ამიტალი გასულია და ზინჩენკო ნახოთ 20 მილიონად ვის უნდა. შენ ხვდები. და? შენთან მოდის 20 მილიონად. რატომ მოდის ჩემთან? ზარომ იმიტომ რომ ბოლოს რა გინდა ია ბაგაზე იაფოთ ვერაფერს ვერ ნახავ ხარ. ხო არ გინდა ზინჩენკო? ვერ მინდა აბიდანი მყავს. ზინია არ გინდა ზინია? აი ზინჩენკო მას ჩემთან მოდის. არ გინდა შენ. არ მინდა.
ერთი წამით. მისტერი ბოქსის იმედად დავრჩები ის. კი, კაცო, რატო არა? ეხლა ნახე, ზინჩენკო თუ 20 ღირდა, შემდეგი უნდა მოიყონო 2 მილიონად ალბათ. შემდეგი არის 5 მილიონად. უარესი ვიღაც. ბერნატი. ვინ? ბერნატი 5 მილიონად. და 5 მილიონად არის ასევე მისტერი ბოქსი. ხო. ნახევრად ფეხბურთის გოუთია. ნახევრად ფეხბურთი. ორ ქვეყანაში უთამაშია ნახევრად რაღაცა ეგეთი და მისი სამი ძმა ფეხბურთელია. ასონგი ხო არ არის? ვინ? სამი ძმა არის ფეხბურთი. ასონგი მარცხნივად ეყოლება კაცი. არა, კაცო. ასონგი მარცხნივად იქნება. ნახევრად ფეხბურთის გოუთი რატო არის? ლიონელი ქვია, რამე ქვია? ნახევარ ფეხბურთი რა არის? ნახევრად არის ფეხბურთის გოუთი. ხო და ანუ რაღაცა ხო არ ქვია. ლიონელი ხო არ ქვია? ლიონელი ვინ ყავდა? აზე აღარ. გამეხმარე რა მიდი. ვცდილობ რომ დაგეხმარო მართლა. ლიონელი გინდა? კრისტიან. ან კრისტიანო ქვია. სხვა ფეხბურთის დიეგო? აუ, ვიცი ვინ არის. მე ვიცი ვინ არის. დიეგო ვაქსალტე თუ ვინ? მისტერი ბოქსი აიღე ხო. არა, მოიცადე. ვიცი ვინ არის. მე არ ვიცი ვინ არის. დიეგო კითხვაც არ ვიცი უბრალოდ. კითხვაც არ ვიცი, სწორედ წავიკითხავდი და გეტყვი. ნახევრად ფეხბურთი ტომ ბრეიდი, ტომ არ ვიცი. არ ვიცი. ფეხბურთი. შენი არ ალბათ ეგ არის ვის მეგონია რა. გეტყვი სანამ მე ვიტყვი შენ თქვი, მაშინ ეგას ლუკა ერჩევს. ოკეი. რომელს მე ჩვიცი. დიეგო თქვენი აზრით? თუ დიეგოა. თქვა ჯერ, აირჩევს ლუკა. ბაიერნის ხო? აირჩევ ლუკა. კონტენტო? აა. კონტენტო მოუწია? ალბათ მე მგონია. ბერნაც ვეჩა. კონტენტო იყო. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აი ბერნატი კაია. ბერნატი კი ზინჩენკო მირჩა. აი სიმართლე რო გითხრა. ბერნატსა და დიეგო კონტენტოს შორის აი ძალიან დიდი სხვაობა. რაღაც განსხვავება არის. ზინჩენკო აშკარად უფრო წინ არის. რა თქმა უნდა. აი მარცხენა მწველებში ეხა რა თქმა უნდა ზინჩენკო მე გაჯობეთ ბევრად. კი. რა ვინა ზინჩენკო ხო? არა, ბერნატთან შედარებით. რა ის რაი დიდი სხვაობა არც ბერნატი მოქმედ ფეხბურთელია ხო კიდე? ზინჩენკო. ხო თამაშობს კიდე. არა. აი ნახე ზინჩენკო ვიცით რომ თამაშობს და ბერნატზე არ ვიცი თამაშობს. იმიტომ რომ დიდი იქნება ბერნატი უფრო არა? მე მგონი არ თამაშობს. სადღაც არის, სადღაც უბედურებაში არის. არ ვიცი ნახე. ბერნატი. ხუან ბერნატი. სადღაც 23-ის არც ისე დიდია. ეიბარში თამაშობს. ხო აი. 23 ასაკში. აი მეგობრებო, მეკარის პოზიციაც ამოვწუროთ. მეორე მეკარე არის ედერსონი 20 მილიონად. ნოიერი ყავს ვიღაცას, ვის ყავს ნოიერი? მე. всё, ედერსონი. იგი გამაცა ედერსონზე რამე გააკეთე. 25-ს გადავიხდი მე 70 მაქვს ტარში და 25-ს გამო 50. 50. 50? ამას ჭირდება მეკარე. არ ვიცი 15. მესამე სისულით ხوار წაიღოს. ანუ ის განხეთ ცდილობს რა შენ ფასი გამიზარდო, შენს მე ფასი მიზარდო. კარგი ზერა 45. 60. 65 და მე წავიყვან კარში, აი იქნება მეც ვერ ვივაჭრე ფიზიკურად ფეხბურთელები არ მეყო. 1 70. წაიყვანი და ედერსონი 70. არა იმათ გაატა. გიჟი ხარ ანუ სულ 170 მაქვს. გავიგე, მაგრამ რა სიზავდა ახლა დაკითხულდა. მეკარე არ არის. წაიყვან და იმა. არა ახლა. მესამე კარი просто არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს. ლუი კაბალიერო. აი კლოუნი უნდა ჩინებული. თუ 10 მილიონად ეს მეკარე. მის სრულ სახელში შტატიურებია, ქვეყანას ვერ გეტყვით რომელი ქვეყნის, მაგრამ შტატიურებია. მისი ალტერ ეგო არის ვაჰინი. ვინ? ვაჰინი. ანუ ამ სახელთან სადღაც იცნობენ და სეზონის საუკეთესო მეკარე გამხდარა. ასე უნდა გადავამოწმო. რა? ურაი. ჩემ მე ვიზგონია იმის სახელში არის თუ არა შტატი. შტატია მთლიან სახელში არის შტატი. კი. კი, კარო, ეგრევე გამოვიცე. ოჩახ ლუკა. ოჩახ, ვამაყობ შენ. Yes. то შეიძლება არის. ეგ მინდა რა. ეგ 10 მილიონად. Juan Manuel Colorado Pinto. კი ბატონო. პინტო 10 მილიონად. მადლობა. გეგხერდა? ვიცი რომ პინტო ხო თქვი რომ პინტო არის. სეზონის საუკეთესო სამორა აქვს მოგებული პინტოს. წინაზე მექშახთა მაგმინიშნებით სელტაში. ცუდია? არა კაცო 10 მილიონად ძალიან ხო 10 ღირდა. კი. იცოდი რომ კოლორადო ქონდა სახელში? აი, მეორე ცენტრალური მცველი პუიოლი 50 მილიონად. მინდა. დატომ 50-იო, შენს თუ მინდა? 55. კი ბატონო. 60. 65. 70. 15. 80. მე მოდი შეხზე აქ ისეთ ფულებს ისურიან ძმები. ცოტა. 80 1 2 3. 80 მილიონად პუიოლი წავიდა ტატოსთან. ბარსელონა აწყოთ ხო რა. კარში ვინ ყავს? ედერსონ. ბარსელონა ხო. არა ბარსელონა. ფეხით თამაშობს? არა ბარსელონა. 80 გადაიხადა. იმინა ბარსელონა. მარჯვენა ვინგერი. მეორე ლიო მესის მერე ხო? არიან რობენი.
60 მილიონი. 80. 100. 105. 120. 125. 50 სწრაფად რომელიმე დაიძახეთ. 1 140. თუ შევამდე ფეხბურთელი გყავს? ცოტა. თანაბრად ყავთ ფეხბურთელები თქვენ 6-6. და 5 ფეხბურთელი კიდე და ფული რამდენი აქვს? 220. ცოტა ზა. 220 თუ 220 გაქვს. მე სამართლიანი ვიქცევდი 215 ხო არ მაქვს 10 ხო არ წავიყვანა ის. ბერნატი 5-ად წავიდა. 5-ად წავიყვანა? 140-ო? აჰა. ძალიან ცოტა რჩევა წაიყვანოს, სხვა გზა არ. 140-ად წავიდა რობენი. ის და ძალიან ძვირი და არ მინდოდა ასე სიმართლე ვთქვით. რობენი რიბერი ყავს ფლანგებზე. კარგად დამიჯდა. 140 ხო რა? დანიელოში აბიდალი ყავს ფლანგებზე. ლუკა შენ დაგჭა 30 მილიონად დრახიმ სტერლინგი. შვენიერია. ან 20 მილიონად ერთი წამი. 20 მილიონად მისტერი ბოქსი. ვისით იმ ხელინგო თავს. წაიყვანე. გვარდიოლასთან მაღალი დონე ითავეს. წაიყვანე. ო, პრაიმს სტერლინგია წაიყვანე. ერთი წამი. მისტერი ბოქსი, მათ თქმა უნდა. კაცო, 10 იაფად ქრავაზო მისტერი ბოქს. შვეიცარიაში უთამაშია. ვაუ. ტაილანდში, ჩიანგმეის პროვინციაში კარგად იცნობენ. ვაუ. და ესპანეთის ჩემპიონი არაერთხელ გამხდარა. და ხო იცი ხა ტაილანდი, შენც ხო იცი. ბარსელონას ფეხბურთელია ხა, ეს მე ჩემპიონი რა თქმა უნდა. მაგრამ იქ სხვა გუნდში გახდა არაერთხელ. მაგრამ სხვა გუნდში ვისად გახდებოდა, რეალში ხო გახდებოდა არაერთხელ. ბარსელონას ფეხბურთელი არაერთხელ შევა 2-იც არის? თავიდან რა თქვი? ბოდიში. პირველ თქო რა შვეიცარიაში უთამაშია. ბიჭო, ეგ მაბნევს. მე ვიცი მე მგონი ვინ არის. ვიცოდი რამას მოიდანდა. ადე სტერლინგი კაი. მეც ვიცი ვინც არის. მეც ვიცი ვინც. კაია და ბზო. ეს არის ხო? წესით. ლუკა წაიგეთ ხე იქნება და სად? არა. არა? არა. აი ორივეს გათხოვინებთ ვერსიას, არ დაწერო. შეიძლება ჩაჯიბოს ხო? არ მაინტერესებს მაგნიშნებს ვკითხავ და რას მომცემს. კაი, მიდი. ოღონდ ჯერ აირჩიე. არა, ჯერ აირჩიე. არა. აირჩიე ჯერ ფეხბურთელი. აი, არ კითხო. ო, ეგ არ ვიცი. არ კითხო ბიჭო. ხო რა მაინტერესებს. თუ გა this player played in Switzerland. played in Switzerland, had won several La Liga trophies. ეს ჩეთერო არის. They know him well in Thailand. Which region? Chiang Mai. Chiang Mai region. Guess the player. Guardiola has managed him. და ეს მოსულა, ხა ის ყველაფერი. ვერ გამოიცნობს რა თქმა უნდა. გამოიცნობს გეტყვის უეჭველი გეტყვის. მაგას ვერჩი. ვინ გითხრა? Thiago Alcantara. კი, ხეფრენი შენ. აპარა, ხეფრენი, ბრავო! აი მე Thiago Alcantara. აი, ჩაჯიბრა, ასე. აგერ მიწერია ხეფრენი. არა, თან მარცხენა გარემარბზე რო ტიაგო ალკანტარა აირჩია, ანუ რას ნიშნავს? ეგრევე დავთვალე. არ ვარგა. თუ მარჯვენაზე თუ სადაც სპორტთან კომუნიკაცია. რატო არ გვაცადე? რატო თქვი შენ? არა, ისე ლამაზად დაჯდა ამისი ტიალო. გეტყოდი რომ ხეფრენია თქო. ჯერა რა თქმა უნდა. ძალიან კაი. პაპირები მინიშნება რომ პირამიდა რა. არა, მე აფელა. აი, მოდი ჩაჯებიტის ხო არ ჩავსოთ ტეხავს. არა, პირიქით კაი. რამდენი წაიყვანა ხეფრენი? ხეფრენი წაიყვანა 20 მილიონად. დიდებული. მე მახსოვს რომ ხეფრენს იმაში გრასჰოპერში აქ თამაში. ხო. რა ამბავია? კლასიკოში გოლი გატანილი შვენიერი. შვენიერი. მეგობრებო, შენ თავარი არ დაგავიწყდეს. ლუკა რომ ეს პრაიმია. პრაიმ ხეფრენი ხო? ხო, თან შენ პრაიმ ბერნატი და პრაიმ ხეფრენი ყავს მაგას. გრასჰოპერშიო აი, ისეთ კაია რომ ჟეფრენს ეძახდნენ. ამ ნახევარდაცვას ვერაფერს ვერ უზავთ, ამიტომ აზრიერა. კაი, შემდეგ მე არ ყავს ნახევარდაცვა, მაგრამ ჩემტევი ნახევარმცველი მომყავს შემდეგი, ხავი და ინიესტა უკვე. ავიარეთ და არის კევინ დე ბრუინი, მეგობრებო, სულ რაღაც 70 მილიონად იცის. 70 მილიონი. მეც ვიხდი 75. შენცი. 100 მილიონს ვიხდი. 120 ვიხდი მე. 160 ვიხდი. ანუ მთლიანად რა თანხაც გაქვს, მაგას იხდი. 165 ვიხდი. 160. არა, 170 არ გა? არა, 160. ვერაფერს ვერ ვიხდი. და წაიყვანა, აგერ. ვერაფერს ვერ ვშობი, ძალიან სამწუხაროდ. ახლა შენ 20 მილიონად მე მთავაზობ. გეტყვი ის მთავაზობ. არა, კიდე სამი ნახევარმცველია დარჩენილი და ამიტომ მე ვითამაშეთ რა. ხო და ინიესტა არ მიდოდა, ინიესტა იყო, მეთქი წაიყვას თქო, ისე თქვა რომ 3-დან 1-1 მე მიწევსო. გაუზარდა. შემდეგი ცენტრალური მცველი არის რუბენ დიაში, მეგობრებო, 40 მილიონად. 40 მილიონი რუბენ დიაში. 45. ცენტრალურ მცველზე ვარ ხო? ხო, 50. 60. 60. 60. 65. 70. 75. 95. 80 გადავიხდი. 80 გადაიხდეს. კი. და დარჩება 80 მილიონი და 1 2 3 4 5 ფეხბურთელი? 1 2 3 4 5 ფეხბურთელი. 1 ამდენი გადაიხადა? 1 85. 85. 1
არუმენდიაში შენი იყოს მშვიდობაში მოიხმარა. მე დავიყვანე. აი რაშიც გინდა იმაში მოიხმარე. დიაში წავიდა 85-ად. ეს რა, რამდენი დარჩა თული შემახსენე რა? 115, 160 და 280. 280 რა? მე ვარ 280? შენ 280. ეს ახალი აჰა, აცი ზებები. მაგრამ სამი ფეხბურთელი და ფეხბურთელი დარჩა უბრალოდ. შენ 5. მე 1 2 3 4 6. აუ რა კარგად ითამაშა ტაფსონო. მაგრამ მეც არ ვითამაში კარგი. მარჯვენა მცველი. მართალია, მარჯვენა მცველი ფილიპ ლამი. 40 მილიონად, რაც დანი ალვეში ღირდა. მე და შევაჭროთ ხო იცი? კი. საჭიდელება სამარწყვინო ვაჭრობა თავა. ამდენი? 40-ია. 45. 46. 50. ე რადგან ამი უკეთეს ფეხბურთელები ყავს წინ, მეღადავები. 50 რანდეზე ვარ. 5-ზე. 55-ად მიყავს ლამი? არა 50 წვიხდა. ო გაგატანე ხა და წინ გეყოლება შემტევობიდან ნახევარმცველებია. მესი ლევანდოვსკი მყავს და ბუსკეტსი და ვინ უნდა ჩაჯდეს ისეთი რომ აქ ვერ ითამაშოს ფეხბურთი, ანუ არ მაინტერესებს. 50 და ჩემი იყო. 55. აი 60 და ფილიპ ლამი ჩემი იყოს და მორჩა მივიღო. 65. დაუწერ. 70 და ჩემი იყოს ფილიპ ლამი და შევეშვათ. 1 2 წაიყვანე. 3 ლამი 70-ად წავიდა ტაფსონას. ტაფსონას დარჩა 90. და აუიეს 90. შენ ვიზამ რამე. ლუკა ერთხელ ხო შავა კაი იყოს ბოლოში. შეიძლება. არ ვიცი. ანუ მე თეორიულად შემილია ახლა ორ ფეხბურთელში 120 ისე გადავიხადო რომ ვაფშე ამათი კონკურენციაში არ იყო. ოკეი. პირდაპირ თქვა რომ კიდე დამრჩება, ხო, კიდე ჩვენ არ ვიყოთ კონკურენციაში. რაფინია შენთან 10 მილიონად. რა? მარჯვენა მცველი რაფინია გამოუწევი. გამოუწიეთ? არის 10 მილიონად სხვა. აუ, ვაფშე, ლუკა, მაგარს გეტყვი. მარჯვენა მცველს წაიყვანე, რაფინას შემტევ ნახამცველს რაფინია წაიყვანე. მეორე. არ მოვა. არ მეყოლება. შეიძლება მოიყვანოს, რა ვიცი. არ ვიცი. მე მოკლედ რაფინია 10 მილიონად ან ამავე ფასად გთავაზობ მისტერი ბოქს. აი მოდი მისტერი ბოქსების კაცი ვარ. ორი გოლი ნაკრებში. მაგარია ძალიან. რამდენი წლისაცაა იმდენ ნომრიანი მაისური აცვია ეხლა ამ წამს. და სახარების ავტორის სახელი აქვს, კი, ახლა. აბა როგორ იქნება რამდენი წელი? ლუკა ქვია? ნომრიანი მაისური. ლუკა ერნანდესი მარჯვნივ ვერ დადგება. მარკოზი. ვა, ორი გოლი ნაკრებში. სერიოზული. ძალიან აი მოდი რა. აიცა? არე ბოლომდე გავამასხარავებ ჩემ მოდს. შოან. სახარების სახე. არა, აუ კი ეგარი. აუ ეგარი. ვისერჩო ლუკა და მე ტატოს ვათქმევინებ წინასწარ. ეგარი, უჭრეთ. ლუკა. მაგას ვერჩო. ფუშე. კანსელოა. არა. არა? მატეუშ ნუნეში არის, მაგრამ კანსელო უნდა არა უშოს, მაგრამ მოგოსულიყო. კანსელო რა? ჩინებული. უნდა მეფიქრა, ხო? მაგრამ ჟოაუ პროსტა ვინ არის? იოანე, ჟოაო. შოუს, ხო. რამდენი წავიყვანე? 10-ად ნუნეში. სტუდი არ არის. არა, ძალიან 10-ად რა კი, არის? მე დანიალოში მოვა. არა უშოს. და ამას ლამი და შენ მატეუს ნუნეში. შენ წინ აქ მატეუს ნუნეს და არის. კლოუნა და იქნება ეხლა. მატეუს ნუნეს ღმერთმა იცის რომ მოვა. აბა? ნიკოლა. რამდენი წაიყვანა 10-ად? კი. შემდეგ დარჩა. შემდეგ შემტევ ნახევარმცველს შემოგთავაზებთ. ეს არის მეგობრებო ბერნანდო სილვა 50 მილიონად. შედი ახლა. 90 მილიონი. შემტევ ნახევარმცველი რამდენი დარჩა? შემტევი ნახევარმცველი დარჩა, ამის გარდა კიდე ორი. გაატანებაში. ამის გარდა კიდე ორია დარჩენილი და ორივეს თავის მისტერი ბოქსი. ამის გარდა 50 მილიონი დაიწყა ბერნარდო. 50, კი. და შენ აწიე ხო 50 გინდა? ერთხელ არ მოგიყვანე. ავით სილვაა კიდე და. მაგას არ აწიე ხა თუ კი. შენ 90 გადაიხადა. არა, კი. არა, ვეღარ გადავიხადე, იმიტომ რომ მე მეგონა რომ აღარ იყო კაცო, ბოლო მეგონა რომ არის ბოლო ეგონა და ამიტომ შესაბამისად მე ვერ ვიხდი მაგდენს შესაბამისად. თუ გინდა ბოლო ფულს ვერ არ გადავიხდი. გინდა რომ გააფუჭო და ბოლო 4 კაცი ეს ჩავსვა. მეზარება ჩამოწერა სისულელად. ბოლო ფულს ვერ გადავიხდი თორე. ისედაც გაფუჭდება თავისი. ეხა ფიქრობ მე რა, აიცა. ხო. ბერნატე, პიკე, რუბენდიაში, მატეუს ნუნეში. ბერნარდო სილვა კი ყავია, მაგრამ დავით სილვა მეგონა, ხო ის? მართლა. ფაბრეგასი შეიძლება. კი, დავით სილვა მეგონა. ძალიან მევასება დავით. ბიჭო, პროსტა ეხლა რომ წავიყვანო ეს გამოვა რომ ნახევარდაცვა ყავს. რა გინდა დებრუინ დავით სილვა გეყოლება, ანუ რა გამოვა? დავით სილვა არ არის ბერნარდოა მე. ბერნარდო სილვა გეყოლება, რა მნიშვნელობა? დავით სილვა მერჩიული. შეიძლება საერთოდ არ ყავს. შეიძლება არ ყავს, მაგრამ ინდოდა დავით სილვა. ხო და ბერნარდო და არ დებრუინ. მინდა ბერნარდო სილვაში, მაგრამ თქვი 50 და აქვნა ახლა, აუციე. შენ არ გინდა ნახევარმცველი შემდეგ? ყავს მე. ორივე ყავს? ჩავი როდრინიესტ. ბერნანდო სილვა შენთან წამოვიდა. შესაბამისად, შენი ორი ნახევარმცველი დარჩა მარტო და ამიტომ ბარემ პირდაპირ შენთან გადმოვალ. მიდი. სეიდუ კეიტა 10 მილიონად, თუ
თუ 15 მილიონად ეს ფეხბურთელი. აი ბიჭო შეიძლება კეიტა არა და 10 მილიონად. 15 მილიონად ეს ფეხბურთელი. 24 გოლი აქვს ნაკრებში. შეეძლო მოთხილამური ყოფილიყო, ამბობდნენ რომ კარგად სრიალებსო. და 90-იანის ბავშვებმა მისი ზედმეტსახელი მის გამოჩენამდე იცოდნენ. ზედმეტსახელი. 90-იანის ბავშვები ანუ რაღაც მე ანუ მისი სახელი მის გამოჩენამდე ვიცოდი, მისი ზედმეტსახელი. ალფი. მულტფილმი რამე? ალფი. გრენდაიზერი? საიდუკეიტა 10 მილიონად უიჭო. ფასტიაჟის ტაიგერი იყო მეგობრებო. საიდუკეიტა. ასე ჩევნია ხო? არა, მაგრამ კეიტა 10 მილიონად მინდა. მაგრამ შოიშტაიგერი არის. და რამეც დავიცილა მეგონა სიმართლე გითხრენ, რომ მახსოვდა რაღაცა ნაკრებში მაგდენი გოლიდან გადაენა. დავიცილა, აი ბოლოში რჩება შანსი, სადაც შეიძლება იყოს. მეორე ბიჭო არა, რა თქმა უნდა შოიშტაიგერი ჯობა მე. ალექსანდრები 5 მილიონად თუ 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. აჰა. ნაკრებში აქვს 19-ზე მეტი თამაში, ოღონდ შეიძლება იყოს 100 და შეიძლება იყოს 20. კლუბის სეზონის საუკეთესო მოთამაშე მინიმუმ 2-ჯერ გამხდარა. რომელი კლუბის ვერ გეტყვი რა თქმა უნდა. და 30 პლუს ასაკისაა. 19-ზე მეტი თამაში აქვს. აიყვანე გლები რა. არა, გლებს რა თქმა უნდა არ წავიყვან და მაგ ტიპს წავიყვან, ვინც არ უნდა იყოს. ეს ფეხბურთელი 2-ჯერ გახდა ასტონ ვილას საუკეთესო მოთამაშე და ფაბიან დელფია. აი მადლობა. და წაიყვანა? 10 მილიონად. მადლობა ძალიან დიდი დელფის. აუ დელფი რო სიტიში იყო აი არც 80 70 თამაში ხო? კი, შენ ნახევარდაცვა რა არის? ბუსკეტსი კაი და ფაბიან დელფი. რაც საერთოდ არ არის დასაცინი ჩემი აზრით. არა, არა. ცუდი არა. ცუდი არის. ის რა პრობლემაა? ხო. დელფის მემარცხენეა. ორივე ცაცია, კეიტა და კეიტა ცაცია, ორი ცაცია შემთხვევით ნახევარმცველი ყავს და ეგაა პრობლემა. ერთადერთი ეგაა პრობლემა. კარგად, მაგრამ ახლა იქით ბერნარდო სილვა მყავს და აქეთ დე ბრუინი და ცენტრალური მცველი შემდეგი მეგობრებო არის დავიდ ალაბა. ამისია ორივე. არა. ჯერ სამია და დავიდ ალაბა. ოკეი. აი. არა, მაგის ქვემოთ ამაგაზე უარესები არიან, ანუ? კი. სამი კაცია და. კი. გეგონდათ რომ ყველა ძალიან მაგარ მცველს მოგო. იუაჭეთ დავიდ ალაბა. დავიდ ალაბა 40 მილიონი. გინდათ, არ გინდათ? მინდა მე დავიდ ალაბა ძმაო. შენთან მოდის. შენთან მოდის. ბოლოს ტაფსონამა ერთ. შენთან მოდის ალაბა? 40 მილიონად. თანში არ მინდა. და მე მომწეს. მისტერი ბოქსი არა აქ ალაბას. არა აქ ალაბას მისტერი. ბერნად შეგაუძვლ. ან მომწეს და ბერნადს გაუშვებ რაღაც არ შეიძლება? კი, როგორ არა, გაგაცვლა მინებ თუ მინდა. რა, რომ ამას ალაბა მიცვა ბერნატი გაუშვას? არა, თუ ისე ჩასვა შეიძლება? თუ ყავს ორი ცენტრალური მცველი? ყველა მყავს და ალაბას დავაყენებ მარცხნივ ბერნადს ორივე გაუშვებ. მცველი ყავს? კი, კი. არა, ეგრე არ მინდა ახლა. კაი, ალაბა მოდი შენთან მოკლედ. მე კარგი მოვთ. რა გინდა რა? დამჭაფული ოხრად შეჩემა. ხა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ალბათ რას ერჩია, მშვენიერი კანდიდატია. რავი, ვის არ ყავს? ტაფსონასთან მიდის ორივე. შენთან მოდის ისევ ორივე ტაფსონ. მცველები? კი, ოტამენდი 15 მილიონად. ამყავს. ან 15 მილიონადვე ეს ფეხბურთელი. ის უნდა იყოს. 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი კლუბში და დღემდე ყველაზე ახალგაზრდა უცხოელია, რომელსაც იქ უთამაშია. ანუ, სადაც დებიუტი ჰქონდა 18 წლის ასაკში, ისევ ყველაზე ახალგაზრდა არის რა. რეკორდი ისევ დგას მისი. ამ ახალ რო ასაკით ყველაზე პატარა იყო. მეორე, 5 სახელი აქვს. და მესამე, საკონტინენტო ტურნირზე გოლი აქვს გატანილი. გასაგები. საკონტინენტო რას ნიშნავს? ეს შეიძლება ნიშნავს ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა ეგეთი? რომელიმე კონტინენტის პირველობას. 5 სახელი აქვს. რომელიმე კონტინენტის 18-ის რო იყო დებიუტანტი და ყველაზე ახალგაზრდა არის, ხო? ვიცი ვინ არის. არა. ეს არის ყო. ვიცი ვინ არის. მე მგონი არა შება არ არის. რენო. რენოს ფიქრობდი. ოტამენდის ვიტოვებ ბუჭი. აი მერიკე ლაპორტი იყო. ნუ ბილბაოს ატლეტიკოში. არა ოტამენდი იყო ყველაზე ოტამენდი ახალგაზრდა. მირჩევნია. ხო, აი ესეთი ფაქტობრივი ის არის. ზინჩენკო ოტამენდი ლამი. შენიერი. ფრანგია. ხო, აი თვითონ ბასკი. ანუ ითვლება რომ ხო, ფაქტობრივადაა. ხო. მეორე? ერთამით ოტამენდი 15 და მეორე. ხო. მეორე ტაფსონ არის. ზინჩენკო ოტამენდი? კი. დანტე 5 მილიონად. ან არა, ერთი წამი. უეჭველი მაგას ვირჩევ, რასაც მეტყვი. არის 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. ხო. ერთ კლუბში ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა, ანუ ერთი ჩავარდნა აქვს რა, ერთ კლუბში. ოკეი. ბოლივიასთან რაღაც კავშირები იკვეთება და 3 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი გამხდარა. ბოლივიასთან იკვეთება. რაღაც კავშირები კი იკვეთება. სუკერ ხორქვია. სიმონი ქვია.
ბოლივარის матჩი. არა, ისა, ბიჭო, ის ბოლივიის ნაკრებში. არა, ეგრე არის ბოლივიის ნაკრებში. აი ჩი დანტეზე კაი სახელი მაინც. უჭვალ მაგას ვერჩი. დანტე ხო? არა, რა თქმა უნდა, დანტე არ. სახელის მინიმუმ სახელით უკეთესი ფეხბურთელი მისტერი არის. ბოქსი. ელიაკი მანგალა. ბოლივიაში თამაშობს. ბოლივიაში თამაშობს მანგალა. მართლა? მანგალა შევხვდა ბიჭო. მისტერი ბოქსი აიღო ბიჭო? რა თქმა უნდა. რამდენი დაუჯდა ეს ორი ცველი ჯამში? ჯამში 25 მილიონი. მეორე ფორვარდია და ხო, რა თქმა უნდა, ერლიკ ჰოლანდი, შენ ერთ ფეხბურთელი დაგჭა? დიახ. ერლიკ ჰოლანდი. იხდი? 65 მილიონი. ხო არ დაელოდებ. 65. არა, იმის იმედად რომ ეტოს მოიტანს თუ არ მოიტანს, ჩემი მტერი. აი, მომეც მე. რა ჰოლანდი არ გირჩევნია, ესე რა? არა, ეტო მე უფრო მევასება. არა, აი შენ გევას. ჰოლანდი წავიდა, ნუ 190 კაი, გადაიხადა. კაი მოვიდეს რა ფორვარდად. სად? აი მე მესამე მისტერი ბოქსი რამ ერთხელ. რამდენი კაი მისტერი ბოქსი გაფუჭა და აკვირდი ისე? შვაინშტაიგერის ხო? მოსჩემ. რას მეუნები რომ ლაპორტი იმაზე რა ოტამენდი ლაპორტი. ოტამენდი მიჩევნია და ბრო, ოტამენდი მე ოტამენდი მიჩევნია. ლაპორტი არ არის. სოფლიო ჩემპიონი ოტამენდი, ტიპია რა რა თქმა თქმა უნდა. უნდა. და კეიტასთან შვაინშტაიგერის გაფუჭება ხო? ეგეც არ ვიტირებ ისე. ნახოთ, აქ რა ხდება, ხო? აი ფორვარდ. მესამე არჩევანი არის ალექსი სანჩესი 20 მილიონად. ოუ, ძალიან მევასება. ან 25 მილიონად ეს ფეხბურთელი. ალექსისი ძალიან მევასება. არაერთი ინდივიდუალური ჯილდო აქვს. ერთხელ ისევე როგორც ალბათ ყველა ფორვარდს ვისაც გვარდიოლასთან უთამაშია. ერთხელ ამხანაგურ თამაში არგენტინას გაუტანა და აგუერო არ არის სამწუხაროდ. მინიმუმ 3 ქვეყანაში უთამაშია. კაც ძირითადი ფეხბურთელები აღარავინ აღარ არის. ვიცი ვინც არის. კაია? ვიცი ვინც არის. ვიცი. მე თუ მკითხავ ძალიან პირველი ვინ იყო? სანჩესი. ალექსი სანჩესი. მე ალექსის ძალიან მევასება. კაი, მაგრამ მე ხა ის ამხანაგური არ არის, შეიძლება არც ვიცი. ამხანაგურში გავუტანა. ამხანაგურში. ერთად ნახე, მაფიქრე ბაიერნი, ბარსა და ის ხო აქნეთ სიტი ხო არის. ჰოლანდი არ არის, აგუერო არ არის, ლევანდოვსკი არ არის. თან არც მოუწია შე. ზლატანი? ზლატანი ძალიან გაიქნებოდა. ზლატანი არა, მოინდომა ხა 15 მილიონად ოუ, ზლატანი. ზლატანი რო მისტერი ბოქსი ნებისმიერ ფასში შეიძლება. შეიძლება ზლატანია. გავრისკო სანჩესი კაია, მაგრამ ვინა სანჩესი. ალექსისი აიყვან ალექსის. მე მაგ ერთ მაგასავე. ვარიანტი. მე ეს არ თქვა. გონია რომ შენ ესეთი ჩათლახი ხარ. ხო. რომ შეიძლება აგუეროა და არგენტინასთან გატანილი რაღაცა პიზდაც ამხანაგურში კლუბსა და არგენტინის ნაკრებს შორის. შეიძლება. აქვთ ხო. შეიძლება ერთხელ რისკი გაკეთებული აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში არ არის აგუერო. თუმცა ჩვენ გამოგჩა ჩამოთვლის დროს ფორვარდების, რამდენიმე ძალიან კაი ფორვარდები. აუ, გამანები. პიერი ანრი გამოგჩა მაგალითად. ოპა. გამოგჩა თუ არა? გამოვჭა. გამოგჩა. ეს არის კელეჩი იენაჩო. კილოცა 25 მილიონი. ძალიან კაია. კელეჩი ჰიანაჩო, ალექსის. აუ, კაი, რა სადღაც ხო შეიძლება, ანუ. არ გაგიმართლა მართლა, არ გაგიმართლა. გავიყვანდი ალექსის, მაგრამ სადღაც ხო უნდა გამართლა. მე მიყვავს ვინგერი ვიცმოდის, ან არ ვიცი, მითხარ ვინ აჯი. შენზე მეტი ფული მაქვს. მეტი ფული გაქვს, კი. ბევრი. ჯაგრილიში. აუ, გრილიშია მეორე საუკეთესო. კი. ხოლ გავატანოთ აბსოლუტურად რა ღირს. 30 მილიონი. ვატანოთ. არ ვიხდი კაცო რა. რას შენ გიწევს? შენ გიწევს. გეტენება. შენ გადა. შენი არის. გავრისტო კიდევ ერთხელ. უჭვალად მე მეტენებ. ანუ შენ უკმაყოფილო რანაირად რა მანგალა ყავს გუნდში შეჩემა. გრილიში როგორ დაიწვა? ანუ გრილიში და მესი. შენთან წამოვიდა და ლუკა კიდევ ერთხელ გარისკავს. გრილიში. შენ გაქვს არჩევანი ორივეზე ყოფნის ფული, 5 მილიონად არის ნოლიტო. საოცარი მართლა. რატო არის? აუ, წერან, სანჩესი. მისტერი ბოქსი არის 10 მილიონად. 2012 წელს ოლიმპიური გუნდის წევრი იყო. 3 ქვეყანაში 300 მოიგო, ოღონდ გულისხმობ ქვეყნის თასს. ხო. აჰა. ამიტომ დაფიქრეთ. არა, პატარა ამბავი. პატარა ამბავი ნამდვილად არ არის. და სიმაღლეშია 1.78 მ. მაგას ავიყვეთ. კრისტიან ტელო. კაი. ჩემ შეტევა არის ტელო იჰენაჩო ხეფრენი. აი ეს შეიძლება ერთხელაც აკაგები კარგი. გვარდიოლას გუნდი მიყავს ტელო იჰენაჩო. დატოს ყველაზე კაი გუნდი. დაიწყე. მე და შენ დაიწყე. დატოს იმენა სრულყოფილი გუნდი, მაგრამ მე მოუგებდი უუჭო. კი. მე მესი შენ დაიწყე. მე მესი მყავს. ერთ წამით მოვისმინოთ. სოფლიოს ისტორიის საუკეთესო მეკარე. კი ბატონო. მანდოს ნოიერი. ო მამაშო ეთქრო. როცა ნოიერი აიყავს, ნოიერი, როცა ბუფონი გააჩნია. არ ვეთახმარ ნოიერი სოფლიოს ისტორიაში. ბუფონია ნოიერი, შენ ვინ არის? აჩნია, ამ წამს ეგრე ვიტყვიდა მე. მე ვეთახმარ. ნუნიაში მყავს ფლანგზე და რა ვიცი, ტრამომავალიელის ჯერ არავინ არ იცით, მატეოშ ნუნიაში. პორტუგალიაში ძირითადში არის. ხო, რა ვიცი. შიგადაში. შიგადაში იმიტომ რომ დალოყავს კონკურენტი. ხო. ბერნატი, არა, განსელო ამოვიდა. და პრაიმში მაგარი იყო. პრაიმ ბერნატი. პიკე დიაში, დრუბენდიაში, დაცვა. ცოტა კაი არის. საუკეთესო ნახევარ დაცვა. მართლაოდ, ჩავი, ინიესტა და როდრი.
ამაზე კაი ნახე. ეთანხმებოდა საუკეთესო. და შეტევაში მყავს ხეფრენი, ტელიო და იჰენაჩი. ანუ ყველაზე უკუღმა ბარსელონა. შერითი მატჩიც კი არ ვაჩამეჩებდი ამ ზომზე. ბარსელონა. აი საკველმოქმედო თამაშიც გოლს არ გაუშვებს. ისინი ვინ არის? გოლს არ გაუშვებს და კატანა ძალიან გაჩვენებს. კატანა ძალიან. აი ეს უბრალოდ არ შეიძლება რომ არ გაგიმართ. 1 2 3 4 5 არც ერთი 5 სელექცია არც ერთი. არა. ხუთი შენ მარტო თან გაურისკა შემოგვიყვი ვინიში სანჩესი აი გეუბნები ჩერითი მატჩის არ დავა. ერთად მიგები რომ ამომტენის მოწინააღმდეგე გუნდი არ მინდათ. აი საიდმენთან რო ატამაშო შეჭება. სიმართლე მე ინიესტაზე წავაგე თამაში ინიესტა. იქიდან სპიდი და ისინი რო იყვნენ ვიღაცები. კი, არა. ესაი და სპიდი მოუგებენ ჯეიკ პოლი და ვიღაცები. დავაი, დაბსონ, შენ გუნდი ნახოთ ერთი რა. მე მყავს მე ამაზე უკეთესი გუნდი მყავს. მესით ვერ გადაწყვეტ. რასი სულელი. ნახოთ. დაიწყე. დაიწყე. რასი სულელი. მე წაიგეთ რა? 4 კაცი იქ მარტო. დაიგეთ. თანამედროვეობაში DJ საკმაოდ წარმატებული და ეპოქალური გუნდის მეკარე. ხოსე მანუელი ერქვა? თუ არ ერქვა მანუელი? კოლორადო. ქვია. ხოსე მანუელ კოლორადო პინტო. პინტო კოლორადო ხოთაშორის რო იცი. უკრაინული ფეხბურთის იმედი ალექსანდრ ზინჩენკო. იმედი ახლაც? სოფლიო ჩემპიონი ოტამენდი დაცვის ცენტრში, რომელსაც მხარს უმშვენებს ვინმე მანგალა, რომელიც თურმე ბოლივიაში თამაშობს. ერთ-ერთი საუკეთესო, ვისაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე უთამაშია ფილიპ ლამი. იცი რა ქენ მანგალას და ოტამენდის ადგილები გაუცვალე, იმიტომ მანგალაც საცია იყო. ხო, ანუ მაგას მე დავამატე. ოპრამდეში ლამი. ტოპ 3-ში 4-ში. ტოპ 3 მარჯვენა მცველია. ყველა დროის საუკეთესო საყრდენი ჩამშრალი სერხიო ბუსკეტსი. ყველა დროის საუკეთესო მალელი სეიდუ კეიტა. ყველა დროის საუკეთესო არ ვიცი, ფაბიან დელფი. უბრალოდ ფაბიან დელფი. მითოლოგიური სახელი ქვია. ალკოჰოლიკი ჯეკ გრილიში მარცხენა ფლანგზე. რობერტ ლევანდოვსკი ცხრიანად და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მარჯვენა გარემარბად ლიონელ ანდრეს მესი. მესი ლევანდოვსკი ინტერესო. რა, მესი ლევანდოვსკი ლამი ბუსკეტსი. თუ შეიძლება ამ 4 ხელზე ვკონცენტრირდეთ, იმიტომ რომ აქ ბალანსი არ არის, მაგრამ მე მგონი რომ სოფლიოში ყველა გუნდის დამარცხება შეუძლია ამ. ჩავი როდრი ინიესტა ნოიერი. შანსი ექნებოდა ყველას. რატო? შანსი ექნებოდა. არის. არ ექნებოდა შანსი ყველას გუნდთან? არა. აი, ტატოს გუნდი ნახოთ და თუ ექნებოდა. ტატოს გუნდი ხა მე ამათგან განსხვავებით ესენი ეპიტეტებს რო ანიჭებენ ფეხბურთელებს თავ გააკეთილშობილო მე უბრალოდ ჩამოვთვლი ედერსონი კარში მარჯვნივ დანი ალვეში ცენტრში კარლეს პუიოლი და დავიდ ალაბა მარცხნივ ერიკ აბიდალი საყდენი ხავერ მასჩერანო როგორც თვითონ ეძახს თავის თავს კევინ დე ბრუინი და ბერნარდო სილვა წინ აი ესეთი ვერაფერი შეტევაში რობენი რიბერი ფლანგებზე რომელსაც ერთად თამაში არ წაუგია თორსა მოედანზე იყვნენ ხოლმე და ერლინგ ჰოლანდი ცენტრალურ. არა, სასწაული გუნდი არის, მართლა, სასწაული გუნდი. შეიძლება ერთ-ერთი რობენი რიბერი ორივე ყავს? შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო. აი რაღაც აკლია შენ გულს რა. არაფერაკლია ვაფშე. აი რაღაც აკლია. ვაფშე არაფერაკლია. აი საერთოდ არაფერაკლია. გამორჩეული ვარსკვლავი რაღაცა. ნახე როგორი გუნდი არა, ედერსონი დგას კარში, რომელიც ფეხითთან იდეალურად თამაშობს, ხო? ცოტა უმარილო. დაცვის ცენტრში არის მებრძოლი, პუიოლი მარჯვენა მხარეს, მარცხნივ საცია ალაბა, რომელიც თან ისეთია, რომ მარცხენა ფლანგზე შეუულია თამაში, თუ რამე და მარცხენა ფლანგზე ყავს ასევე აბიდალი, რომელსაც შეუულია ასევე ცენტრში თამაში, ანუ აბიდალს და ალაბას და პოზიციებზე შეუულია. დანიალვეში ყავს მარჯვნივ და მამეთ რო იყოს ნახე დანიალვეში შეიძლება წინ წავიდეს და ეს სამ სველზე გადავიდეს სამ ცენტრალურზე აბიდალის ცენტრში შემოვიდეს ეგეც კი შეუძლია ამ გუნდს იმიტომ რომ ეს ალაბაც და აბიდალი დაცვაში დადგებიან ცენტრში რა არა და არ ვილაპარაკებ მარტო სახელმწიფოებს ჩამოვთვლიო ასე ვიღაცა დაგვემთ რა მასკერანო დადგება და შენ ვერ მოახერხებ ტაქტიკურად მასე ვერ ვერათამაშებ შენ დააყენებ და ითამაშებ რატო ვერ გადავაწყო სინამდვილეში არ ამგონია რომ ტაქტიკური გადაადგილებები გააკეთო არ გარისკავ რა მიუწუნებ ანუ ეხლა ნახე წნელს უწუნებენ უკვე გუნდს რა ეს ფეხბურთელებს ვერაფერი ვერ მოუძებენ არა რა თქმა უნდა ყველას დაბალანსებული გუნდი ყავს მაგრამ მარილი აკლია ჩემ სტატუსს მარილი არ მაკლია იმიტომ რომ რობენ და რიბერი არც ჩავიყავს არც ინიესტა არც მესი დე ბრუინი ყავს და ბერნარდო სილვა დე ბრუინი და ბერნარდო შეიძლება გვარდიოლა არის ოღონდ აი არა ბარსა არა ნახე როგორ მაგ დაბალანსებული ნახე ცენტრი არის ბერნარდო სილვა დე ბრუინი ჰოლანდი ფლანგები არის ბაიერნი იმიტომ რომ რობენ რიბერი ყავს დაცვის ფლანგები არის ბარსელონა აი ეგრე მაქვს და როგორი ბალანსი არის ბარსელონა ბაიერნი შუაში სიტი მეც ტელო ხეფრელი ბარსელონა ბერნატი ნოიერი ისა ბაიერნი და ყველაფერი სინამდვილეში ამას მომს რაღაც უცნაური გეომეტრია სინამდვილეში ამ თამაშს წააგებდა ის ვინც შეიძლება ლეო მესის უეჭველად ეგრე მოხდებოდა
და მე მირჩევნია რომ ეგეთ წაგებული ვიყო, მაგრამ მესი მყავდეს გულში. უბრალოდ ჩემი აზრით აი რომ უბრალოდ ძალიან ძვირება წაიყვანეთ შენ ძალიან ძვირა და მე შენ უბრალოდ მე ინიესტა არ მინდოდა მე მეგონა რომ წაიყვანა. ამში დაგიჯდა მესის პასი ინიხავი ინიესტა. ხო, მე მეგონა რომ წაიყვანა. ხო და ეგ არის მე მესი დამიჯდა 450 და მართლა ანუ ვინც იღიდა მესის ის უეჭვაღალ წააგებდა ამ თამაშს. განდაბას. მაგრამ ტატოს ხო ყველაზე კაი გუნდი. ხურობის გარეშე მგონია რომ ჩემი აყურებელმა ბურთის და იჭერდა რომ აყურებელი ვიცით რა იმალებოც ამიტომ მართლა გეუბნები. ეგ დაგჭირდებოდა თან წინ ვერ მიწევდი პასს. ნულს გავაგორებდი.